მოგესალმებით. Quorumi გვაქვს. დღის ტექსტში წარმოდგენილია ერთი საკითხი, გუშინ დაჩქარებული წესით დაგვეწერა ბიუროზე. გთხოვთ დავამტკიცოთ. ეს საკითხი შემდეგი, ჩვენი კომიტეტის მიერ ინიციირებული არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი პარლამენტის წევრი ბატონი ირაკლი ხელაძე. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე მის თანმდევ კანონპროექტებს. როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2026 წლის მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები გადავიდა აუდიტის სამსახურში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ცალკეული საკითხების დაზუსტება, დაკონკრეტება, ასევე საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე აუდიტის მიერ ეფექტური ზედამხედველობის მიზნით მნიშვნელოვანია გარკვეული ტექნიკური ცვლილებების განხორციელება. წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება, რომ ფინანსური შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტები მოიცავს მიმდინარე ან და განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას. ასევე ტერმინთა განმარტებაში დაემატა იმ პირთა წრის განსაზღვრება, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს. ემატება საჯარო ურთიერთობების მდივანი, სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც გენერალური აუდიტორის დავალებით მართავს კომუნიკაციას სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს ეს ფუნქცია დააკისროს მის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს. აქ მნიშვნელოვანია უნდა ითქვას ის, რომ ეს პოზიცია არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს. საქმიანობის ოპერატიულად განსახორციელებლად აუდიტის სამსახურს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან მემორანდუმის საფუძველზე წვდომა ექნება ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონულ ბაზებზე და უფლებამოსილი იქნება მათი დამუშავების. ასევე ზუსტდება პრეზიდიუმის უფლებამოსილება. კერძოდ, დღეს არსებული საჩივრების განხილვის ფუნქციასთან ერთად პრეზიდიუმმა ასევე შესაძლებელია განიხილოს გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული სხვა საკითხებიც. ფართოვდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები. აქამდე უწყება ამოწმებდა უკლებლივ ყველა სახელმწიფო ორგანოს, გარდა მარეგულირებლების. წარმოდგენილი ცვლილებით შემოწმებას დაექვემდებარებიან კომუნიკაციების კომისია და სემეკი. მათი აუდიტი მოხდება ზუსტად ისე იმ პრინციპების დაცვით, როგორც დღეს მოწმდება ეროვნული ბანკი. აქ მნიშვნელოვანია, რომ აუდიტი არ შეეხება აუდიტი განხორციელდება მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებზე და მარეგულირებლების გადაწყვეტილებაში აუდიტის სამსახური არ ჩაერევა. ასევე დაზუსტდა და გასწორდა აუდიტის სხვა უფლებამოსილებებიც. პროექტით ასევე ზუსტდება აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურის უფლებამოსილებები. კერძოდ, მათ უფლება ექნებათ გამოითხოვონ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესყიდვებში მონაწილე პირებისგან. დოკუმენტაციის მიუწოდებლობაზე ან მცდარი ინფორმაციის მიწოდებაზე ჯარიმა 1000 ლარის ნაცვლად გახდება 5000 ლარი. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია ტექნიკური და დაზუსტებითი ხასიათის სხვა ცვლილებებიც, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ ორგანული კანონი შესაბამისობაში მოდის სხვა კანონებთან. ასევე წარმოგიდგენთ თანმდევ კანონპროექტებს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. დღეს აუდიტის სამსახურს საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომა აქვს მხოლოდ პერსონალური მონაცემების დაცვის შემოწმებისას. წარმოდგენილი ცვლილებით ეს წესი ზუსტდება და სამსახური ამ ინფორმაციას
აუდიტის განხორციელების დროსაც ზუსტად იმავე პრინციპით მიიღებს მოსამართლის ბრძანების გარეშე. ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ცვლილებით პარლამენტის წევრობის კანდიდატები ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას მატერიალური ფორმის ნაცვლად ელექტრონულად შეავსებენ და წარადგენენ. ობიექტური გარემოების შემთხვევაში გენერალურ აუდიტორს შეიძლება დეკლარაციის შევსების ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 1 თვის ვადით. მოქმედი რედაქციით აუდიტის სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა დეკლარაციის უარყოფითად შეფასების საფუძველი იყო, ეს წესი უქმდება და მის ნაცვლად ინფორმაციის წარუდგენლობაზე ან არასრულად წარდგენაზე იქნება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. დიდი მადლობა. მადლობთ, შეკითხვები ბატონი ბეჟანი. მივესალმებით ამ კანონს, მნიშვნელოვანი კანონია. ერთი კითხვა მაქვს, ბატონო ირაკლი. ჯარიმის შემდეგ, ჯარიმა ან თავისუფლად თქვენ არ გითქვიათ, მაგრამ ჯარიმის შემდეგ 5000 ლარი რო გადაიხადა, არ წარმოადგინა, გადაიხადა 5000 ლარი. ეს ან თავისუფლებს შემდგომი სანქციისაგან, თუ ამით თავდება, გადაიხდის და შემდეგ არ იქნება? გათავისუფლება ფიზიკურად ვერ მოხდება, შემდგომ უკვე სხვა გზებით გაგრძელდება მოთხოვნა და დავა ამ შესყიდვაში მონაწილე პირებთან. სხვა შეკითხვა ხომ არ არის? ბატონო ბეჟანი, ყველგან ასე წერია, თუ ჯარიმის შემდეგ არ ხდება სასამართლოში მიდის და სხვა შეკითხვები არ არის, მაშინ ვაღენებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არ არის. დიდი მადლობა. ამით საკითხი ამოწურულია.